დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რა კარგია რომ ერთად ვართ, ჩვენ მყუდროდ შემოვიყუჟეთ და მე მგონი რომ ერთი საინტერესო ამბავი მინდა გითხრათ, ჩვენი კოლექციის პატარა ნაწილი მინდა რომ გაჩვენოთ, დიდია ინტერესი, ბევრს აინტერესებს. რა ქვიათ მაგათ, მე მგონი სუპის ქოთნები ქვიათ, სასუპეები. უფრო ხშირად არაქართულად ეძახიან სუპოვნიკებს. ბექა დამეხმარება ამ საკითხში, ბექა ამ საქმის სპეციალისტი და ოსტატი არ არის, ბექას საქმე და ბექას პროფესია არის ხალიჩები და ფარდაგები და კარგად იცნობს ამ ნაწილს. ჩვენ შემდეგ დღეებში აუცილებლად ამ საკითხს მიუბრუნდებით შემდეგ შაბათ-კვირას და კარგად გაჩვენებთ კოლექციის ნაწილს. ეხა შიგნით გვაქვს ყველაფერი შემოტანილი სითბოში, ხალიჩები ძალიან უხდება ზამთარს, ათფობს, ალამაზებს და ამშვენებს ინტერიერს. და ამაზე ცალკე სიმყუდროვებს მოვაწყობთ. დღეს მინდა გიჩვენოთ ჩვენი კოლექციის ნაწილი, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ნაკრებების, დიდი სერვიზების პატარა ნაწილი. ქვემოთ, ზემოთ, გვერდით, ბევრი მილაგია, რა თქმა უნდა, ყველაფრის ჩვენება არ შემიძლია, მაგრამ ნაწილი შემიძლია რომ გაჩვენოთ. ულამაზესი ფორმებია. ბევრს აწერია სახელი და წარმომავლობა, ბევრი უცნობია, შეგვიძლია ვივარაუდოთ და ერთი რაც ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ არის ის, რომ ხშირად სხვადასხვა ფირმები, სხვადასხვა კომპანიები ერთმანეთს პარავდნენ ამ ორნამენტებს, თაიგულებს და კომპოზიციებს. ერთი რომ გააკეთებდა, მეორე ამას გაიმეორებდა. ერთი უფრო ძველია, ერთი უფრო ორიგინალურია, ერთი უფრო ლამაზია, ერთი ნაკლებად ლამაზია. ეს სამბახებიანი მოდელი ბევრნაირად შეიძლება შეგხვდეთ და ბევრ თქვენგანსაც შეიძლება ეცნოს. ნახეთ როგორი ფორმა აქვს დატოვებული კოვზის ჩასაყოფად. სხვათა შორის ევროპულ სერვიზებს ხშირად ახლავს. ბევრი რამე, აი ყველის დაფებზე რომ მოგახსენეთ, მაშინ ის ყველის დაფები არ ახლავს ევროპულ სერვიზებს, ის ნაკრებებს. ის უფრო ახლავს რუსულ წარმომავლობას და ასეთ ევროპული წარმოშობის სერვიზებს არ ახლავს. ახლა ძალიან ბევრი გაჩნდა და წინათ ეს ძალიან იშვიათი იყო და მარტო შეძლებულ, დაწინაურებულ, წარჩინებულ ოჯახებში იპოვნიდით ასეთ ლამაზ ეგზემპლარებს. ჩემთვის ეს კოლექცია ნიშნავს ლამაზი თაიგულების კოლექციას. ძალიან ხიბლავს ის კომპოზიციები, რომლებიც დატანილია ამ ჭურჭელზე და მე ვცდილობ რომ ისინი შევაგროვო მხოლოდ ამ ნიშნით, სილამაზის ნიშნით. არც წარმომავლობით, არც ეს გარდნერი უნდა იყოს, ნახეთ რა ლამაზია. არა, მოგატყუეთ, რაღაცა სხვა არის. KMP, საერთოდ სხვა ნიშანი აქვს რაღაცა. ეგ რა არის ბექა? მე მგონი ამას სხვა თავი აქვს აკლია. კი, სწორი ხარ, ეგ სხვა თავია. ამ კოლექციაში ხო, სწორად შეამჩნიე. ეს საერთოდ ფაიფური არ არის, მე მგონი რომ ფაიანსია და ეს ნამდვილად ჩვენი ბავშვობის დროინდელია, ცოტა უფრო იქით უკან და ეს კი ნამდვილად ევროპული წარმომავლობისაა. ძალიან ლამაზია, რა თქმა უნდა, კუზნეცოვის. რა თქმა უნდა. 250 მილიგრამი აწერია, დანომრილია, ოჯახებისთვის შექმნილია. ესე იგი, წარჩინებული ოჯახები იმპერიის დროს უკვეთავდნენ კუზნეცოვის ქარხანას, როგორც საოჯახო რეკვიზიტს, საოჯახო ნივთს და მათთვის სპეციალურად კეთდებოდა განსაკუთრებული დიზაინით. ეს თავი სხვისია და ძირი სხვისია. ულამაზესი ხელები აქვს, ნახეთ. როგორი რქების ფორმის ძალიან ლამაზი. ვერ ნახავთ ორს ერთნაირს. ყველა სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ტევადობის და სხვადასხვანაირად მოხატულია. ძალიან ელეგანტური და ლამაზია. ჩემთვის ეს უფრო რეკვიზიტია ეს ნივთები ვიდრე ამბავი, ჩემთვის უფრო დეკორაციის ნაწილია და მხოლოდ მათი ყვავილების ორნამენტების მიხედვით ამ ნიშნით ვარჩევ. ბევრი კოლექციონერი აგროვებს წარმომავლობის, გამოშვების, სიძველის და სხვა ნიშნების მიხედვით. ჩემთვის მხოლოდ ესთეტური დანიშნულება აქვს და ზოგიერთის მნიშვნელობაც კი არ ვიცი, რა თქმა უნდა. ბევრი მიმიღია საჩუქრად. ძალიან ბევრი. რაღაცის საერთოდ კოლექციის კეთებას რომ იწყებ და თუ ეს გამოსაჩენათაა და ბაღში მოსული სტუმრები ამას ხედავენ, მერე დანარჩენი სულ ვამბობ ამას, თავისით გროვდება. თავისით გროვდება რას ნიშნავს? მოაქვთ ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, საჩუქრად, უბრალოდ უცნობ ადამიანებსაც მოუტანიათ ხშირად იმისთვის, რომ ჩემი კოლექცია გამდიდრდეს და აქ იყოს.
ამ რამდენიმე დღის წინ მოვიდა ჩემთან ქალბატონი. ძალიან საათნო შვილიშვილმა მოიყვანა სხვათა შორის ძალიან სიმპათიურმა ახალგაზრდა კაცმა. და მომიყვა ამბავი და მომიტანა ერთი მართალია გატეხილი, მაგრამ ძალიან ლამაზი სასუპე ქოთანი, მწვანე. და მითხრა რომ ეს არის მერაბ კოსტავას დედის ნაჩუქარი მისთვის და მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთია. მითხრა რომ მისი მეუღლე მეგობრობდა და ზრუნავდა მერაბ კოსტავას დედაზე, მერაბის გარდაცვალების შემდეგ და ამ ქალს, რომელსაც დიდი არაფერი ქონება არ ქონდა, ბევრს არაფერს ფლობდა, მადლიერების ნიშნად თავის ქმარს აჩუქა ერთ-ერთი ასეთი ამდაგვარი ნივთი. და ის მომიტანა ახლა მე და მითხრა რომ იცოდე თქვენ ისტორია ამ ნივთის და იყოს თქვენთან და მე ეს ძალიან დაუფასე და აქედან ვუხდი ჩემთვის უცნობ ქალბატონს მადლობას ამისთვის, რა თქმა უნდა. კიდევ რისი ჩვენებაც შემიძლია ამ რაღაცა მე მგონი გავტეხე. ძალიან ლამაზი მოტივებია, აი რომ ნახოთ. ჯერ ერთი ფორმები როგორია, ყველა სხვადასხვანაირი. აი გაზაფხულის თაიგულებით, ნახეთ რა ლამაზია, ნარცისებით და იასამნებით. ულამაზესი თაიგულია, რა თქმა უნდა, კუზნეცოვია. ესეც კი. და საერთოდ ამ კუზნეცოვის თაიგულებს მე მგონი რომ არც ერთი არ შეედრება და რატო? ეს ჩემი ვარაუდია, არსად არ მომიკითხავს. ეს რა თქმა უნდა ევროპული ფაიფურისგან უფრო მოშორებული ამბავია, უფრო აქეთ ამბავია და რომ დაიწყეს კეთება, უკვე არსებობდა გარკვეული ტრადიცია და უკვე არსებული ამბებიდან მოაგროვეს საუკეთესო. იქიდან აიღეს საუკეთესო და გადმოიტანეს თავის ჭურჭელზე. თუ ფორმები, თუ ხარისხი, მე მგონი რომ დაეყრდნენ უკვე არსებულ გამოცდილებას. შეიძლება ვწდებოდე, თავს ვერ დავდებ, მაგრამ ასე მგონია. იმიტომ არის ამათი ჭურჭელი ყველაზე განსაკუთრებული. ჩვენი აბა რა მოგვიტანე? ამასაც სხვა თავი აქვს, ატყო? მე მგონი გარეცხვის და გალამაზების დროს ირევა თავები. აქ იებიანი, ეს არ არის კუზნეცოვი, მე მგონი რომ უნდა იყოს გერმანული წარმოშობის. აბა ვნახოთ. ვერ ვიცი, ამის წაკითხვა არ შემიძლია, ესეც არ ვიცი. მაგრამ ლამაზი ეგზემპლარია. კარგია. ეს ფორმები სხვათა შორის შედარებით უფრო ხშირად შეგვხვდება და აი ეს მომრგვალებული ფორმები უფრო იშვიათად. ეს მოგრძო ფორმები. ამისი ძალიან მარტივებიც არსებობს და ესეც არ არის. ეს მე მგონი საერთოდ რუსული წარმოშობისაა. მაგრამ ლამაზია. ეს ფორმა გავრცელებული ფორმა იყო ჩვენთან. ეს მოდელი, რომელიც არის ლურჯი კესანეებით, ძალიან უცხო ფორმა, ეს კი ნამდვილად საბჭოთა ისახლავს, რახეთ როგორი გერბი აქვს, აი. ნამგალი და ურ. ხო, ვერ ვკითხულობ, არ ვიცი, ამდენი რუსულიც არ ვიცი. მაგრამ ძალიან ლამაზი მოდელია, რა თქმა უნდა, ესეც რაღაცის გამეორება, არაჩვეულებრივად ორიგინალური საყური აქვს. არ თავდება 500-ზე მეტი ნიმუში მაქვს. ეს ძალიან ბევრია. ძალიან რა თქმა უნდა, ბევრი დაზიანებულია. მათი ღირებულება, ასე რომ ვთქვათ, ცალკე აღებული როგორც მატერიალური ღირებულება, დიდად არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ ასე ერთად სანახავად ძალიან შთაბეჭდილებას იწვევს და ინტერიერის განუყრელი ნაწილია. ეს მოდელი ძალიან ლამაზია, აი. არაჩვეულებრივი. ამას საერთოდ არ აქვს დამღა, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ლამაზი ფორმა აქვს და ბევრთან ერთად ლამაზია. და მოსაწონია. ეს კი ნამდვილად კუზნეცოვია, ძალიან ლამაზია, ნახეთ როგორი თავი აქვს. ეგეც უფრო ახალია, აი ეს ნამდვილად კუზნეცოვია, თაიგულითაც ეტყობა. ეს ბოლოს შემომატებულია ჩემს კოლექციას, ეხლა ამ ბოლოს მოვიტანეთ. მე მგონი რომ იქ ვიყიდეთ დეზერტირების ბაზართან არის პატარა მაღაზიები, სადაც ძველმანი ნივთებით ვაჭრობენ და იქ დავინახე Facebook-ში რომ იყო და მომინდა რომ შეემატოს. ჩემს კოლექციას. ესეც ლამაზი ნიმუშია, ძალიან სადა, ეს უფრო აქით პერიოდია, ძალიან ძველი არ არის, აქ მოტეხილი ყუნწია რომელიღაცის ხელია, მაგრამ იყოს აქ. არა უშავს. ასე ბატონო ჩემო, ერთიც ვაჩვენოთ, ეს ძალიან სხვათა შორის გამოსაყენებლათაც კარგია. ჩვენი გოგოები ხშირად იყენებენ ლამაზი სუფრების გასაშლელად. მე მიყვარს ამ ნივთების გამოყენება, მარტო დალაგება და ყურება. არა, ეს ნივთები სულ ხმარებაშია, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც მოწესრიგებულ მდგომარეობაშია და არ იწვევს ზისხს და გული მიგივა, კარგად გასუფთავებული, ამაში ჩალაგებული რომელიმე კარგი კერძი კიდევ უფრო ლამაზად და კიდევ უფრო შვენივრად გამოიყურება.
მადლობას გიხდი ბექა ჩვენთან ყოფნისთვის. ბექა ვპირდება რომ ლამას ხალიჩებს და ფარდაგებს გვაჩვენებს შემდეგ კვირას, აუცილებლად. იქ ბექა შეუძლია ბევრი ილაპარაკოს. მე შემდეგ კვირას მას მოусმენ და მე გავჩერდები, იმიტომ რომ იმ საკითხში ნამდვილად კომპეტენტურია. ნუ დამზრახავთ თუ რაიმე სწორად არ გამომივიდა, შევეცადე რომ პატარა ნაწილი ჩემი კოლექციისა თქვენამდე მომეტანა და მეჩვენებინა. ნინო გველოდება, დიდი სამზადისი აქვს. იცით დილიდან ვაშლებს წვავდით და იყო ანტონოვკების და კომშების ფრიალი, ბახში დგას სურნელი კომშის და შემწვარი ვაშლის. ეს განსაკუთრებულად კარგი სურნელია. ჩემთვის ბავშვობის სურნელია. მადლობას გიხდით რომ ერთად ავართ, დროებით შევხვდებით ნინოსთან.